CESCOM პარლამენტის ფუნქცია შეითავსა. კანონის საწინააღმდეგოდ თავად დაადგინა პრეზიდენტის არჩევის ვადები, რაც კანონს საწინააღმდეგოა. ეს კონსტიტუციური და კანონისმიერი ჩარჩოებიდან გასვლაა. ეს 2024 წელს გავრცელებული ცალსახადუილია. ახლა გიხსნით სინამდვილეში როგორ ხდება პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებს ნიშნავს პარლამენტი. დეზინფორმაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ. თუ საქართველოს პრეზიდენტის არჩევის თარიღი ემთხვევა პარლამენტის არჩევნებს, ან მის წინა თვეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღესამდე. შესაბამისად, პრეზიდენტის არჩევნების 14 დეკემბერს დანიშნვის გადაწყვეტილება კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად მიიღო პარლამენტმა და არა CESCOM. 2024 წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ისტორიაში პირველად ახალი წესით ჩატარდა. პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩია საარჩევნო კოლეგიამ, რომელიც 300 წევრისგან შედგებოდა. განსხვავებული იყო არჩევნებთან დაკავშირებული ვადები, წესები თუ პროცედურები. პარლამენტის მიერ არჩევნების 14 დეკემბერს დანიშნვის გამო საჭირო გახდა ცალკეული საარჩევნო ღონისძიებებისა და ვადების დაზუსტება, მოდიფიცირება, რაც კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელა კიდეც CESCOM 26 ნოემბერს გამართულ სხდომაზე. აქედან დასკვნა არც პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნა და არც საარჩევნო ღონისძიებების განსაზღვრა არ გასცდენია კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოებს. ნოენდობი გადაუმოწმებელ ინფორმაციას საარჩევნო საკითხებზე სწორ ინფორმაციის ნახავ ვებგვერდზე disinfo.cc.gov.gr